არ დაგავიწყდეს ამ ვიდეოს გაზიარება, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ინფორმაცია, რომელსაც ეხლა მოვისმენთ. თეთრი წყარო, სოფელი ასურეთი. ეს ტერიტორია აერთიანებდა სამი სხვადასხვა ორგანიზაციის ნაკვეთებს, იყო გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი, შრომის სახელმწიფო კომიტეტი და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. ნაკვეთების უდიდესი ნაწილი არის არასწორად რეგისტრირებული, იმის გამო რომ არავინ არ მიაქცია თავის დროზე გაცებულ განაწილების გეგმას ყურადღება და ამ პრობლემის გათვალისწინებით დღეს ძალიან ბევრი ნაკვეთი არის თავიდან გადასახედი და თავიდან დასარეგისტრირებელი. მაგრამ ეს ყველაფერი მოსასწრები გაქვთ 2025 წლის ბოლომდე, რადგან 2025 წლის შემდეგ ყველა ქონება, რომელსაც კერძო მესაკუთრებელი გამოუჩნდება, საბოლოოდ გახდება სახელმწიფო საკუთრება. ამიტომ მიჩქარეთ და თქვენი მოთხოვნები დააყენეთ, რაც შეიძლება სწრაფად.